მე ქარი ვარ. სიოს ვეძებ. თქვენი სახელი? ონია. მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართვითა მზეობა, სიბრძნე, სიუხვე, სიმდაბლე, სიღბე და მოცალეობა. ენა, გონება, დათმობა, ძლეთა მებრძოლთა მძლეობა. ვისცაო სრულად არ არჩევს, აკლია მიჯნით ზნეობა. კიდევ ერთი ლამაზი და კეთილი სულია გადასარჩენი, რომელიც ამ ახალი COVID ვირუსის გამო კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ჩემს ყველა ცოდნას და უნარს გამოვიყენებ ოსტატო. ძალიან ცოტა დრო გვაქვს. როცა და სივრცეში მოგზაურობის გჯერა? კი. შენ? ნიკო, აქ რა ხდება? ეს ყველაფერი შენთვის და ჩვენი სიყვარულისთვის გავაკეთე. გარწმუნებული ხარ მეფეო, რომ მეომრების ასეთი შერჩევა უსაფრთხო და მართებულია? განა შენ თავად არ მასწავლე, რომ ქართველებს ღირსება დავუბრუნო. ეს შენ. ონია. როგორც როსტერ ყოფილა ასე ნაზი ღამე რომ აჩვენო მეფეს ახლოს სიმძილს ვეგები რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერის მტები რომ დაკვება საუკუნე სანთან შემიქნარი. შენ რაკენი მეფეს შეხვდი? არა, არ შევხვდი. მიჯნურობის რამდენი თვისება შეასწავლე? ეს ჩვენი წინაპრების სიბრძნეა, კავკასიურ სუნთქვას, თანამედროვე ენაზე იოგას ეძახიან. შენ თუ გსურს მიჯნურობის სიბრძნის შესწავლა და განცდა, ამისთვის საკმარისი თავისუფალი დრო უნდა გქონდეს. ან გამონახო. სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილის სახელოვანი. როდის უნდა გადაასვენოთ ეს სარაჯიშვილები აქედან? ხანაგუ ივანი, ჯერის გითხარი თუ რა არის გადაცვენების მიზეზი? როგორც მე და ჩემმა ეკატერინემ დავიანგარიშეთ, 3 მილიონი მანათი გამოვიდა. და ეს ისე უნდა დანაწილდეს, რომ არ შეფერხდეს კულტურული საგანმანათლებლო განვითარება ჩვენი ერის. დავით სარაჯიშვილს გაუმარჯოს. უდიდესი პატივია ჩემთვის, თქვენი პირადად ხილვა რუსთველო. მაშინ როცა ჩვენს ეპოქაში არავინ უწყის, თქვენი ნამდვილი ვინაობა და წარმომავლობა. რა მნიშვნელობა აქვს კაცის ვინაობას ან წარმომავლობას? თუ კი მას ღვთიური სიბრძნის შესაცნობად ან სამშობლოს საკეთილდღეოდ არ გამოიყენებს. მომავალ თაობებს შეუძლიათ წარსულის სწორად შეფასება და ჩვენი ნიჭის აღიარებაც. სამწუხაროდ ეგ ძირითადად სიკვდილის შემდეგ ხდება ხოლმე, ან უკეთეს შემთხვევაში ღრმა სიბერის დროს. ჩვენ გვჯერა შენი კლოდ. და გეთანხმები. აუცილებლად უნდა გამოხატო შენი განცდები თითოეულ ნახატში. მიდი ხარ აღდგომას ტაძარში. კი, აუცილებლად. მერე კომენდანტის საათი. 9 საათამდე მივალთ და 6-ის შემდეგ წამოვალთ. როგორ გაძლებს ხალხი ამდენ ხანს? ეს ჩვენი თაობის გამოწვევაა და ვფიქრობ, ერთად უნდა ვიდგეთ ერიცა და ბერიც. ღირსება ბრუნდება ერში.